დღეს ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი რევა სახვაძე. ბატონო ძალიან დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით. დიახ და როგორი თემა მინდა შემოგთავაზოთ, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ სამხედრო სპეციალისტი ბრძანდებით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული აზრი ამჟამად მიმდინარე ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს და ძალიან ნაკლები და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, რა ხდება უშუალოდ ბრძოლის ველზე, იმიტომ რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გადაწყვეტს და განსაზღვრავს სწორედ პოლიტიკას და ჩვენ პირიქით ვაკეთებთ ხოლმე როგორც წესი და ამდენად მე ძალიან მოხარული ვარ, რომ პროფესიონალთან მომეცემა ამ თემაზე მსჯელობის საშუალება. რა თემა მინდა შემოგთავაზოთ ბატონო რევაზე, იგი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არის, თუ მცირე ნაწილს აქვს ეს საბრძოლო ჟინი თუ საომარი რიტორიკა თუ რა დავარქვა არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, მათ ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს რეალურად თანამედროვე ომის თავისებურებაზე, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით რუსეთ-უკრაინის ომის სახით, რომელიც რეალურად არის, მე ამას სულ ვიმეორებ ხოლმე, ნატო-რუსეთის დაპირისპირება, უბრალოდ ეს არის პოლიგონი ამ შემთხვევაში უკრაინის ტერიტორია. და გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს შესაძლებელი არის, რომ გადაეცეს შორიმოქმედების რაკეტები უკრაინას და მიეცეს ნებართვა რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანის, თუმცა უკრაინული საჰაერო საშუალებები, საფრენის საშუალებები, ზედმეტ უპილოტოები ისედაც ესხმიან თავს რუსეთის ტერიტორიაზე, ამათ ობიექტებს ესავსებით ბუნებრივ, როდესაც ომია, რა თქმა უნდა, დაესხმებიან თავს. მე მაინტერესებს როგორ ამ შემთხვევაში რას შეცვლის ომის მიმდინარეობაში აი ამ ტამაჰავკების ხო გადაცემა უკრაინისთვის ნებართვის მიცემა რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანის და რა შეღავაც მისცემს ეს დაუშვათ ნატოს და მინდა იმაზეც ვისაუბროთ როგორია ცაში ჰაერში ასე ვთქვათ რომელიც არის სწორი ფორმა თქვენ თავად მითხარით ნატო რუსეთის სამხედრო პოტენციალი იმიტომ რომ მე როგორც ვაკვირდები ყველაფერი წყდება სწორედ რომ ჰაერში თუ ცაში არ ვიცი შეიძლება საკრალურიც არის ერთი მხრივ მაგრამ ფაქტია რომ ასეა მოგესალმებით ბატონ ნინო მოხარული ვარ თქვენთან სტუმრობით უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო იმით რომ ჰაერიდან გამომდინარე საკითხები ჩვენ რეალურად ჩვენ თვითონ ქართველებს გადატანილი გვაქვს ის რაც ჰაერმა დაგმართა ჩვენ 2008 წელს დიახ ამაზეც ვცლად ალბათ მე შემდგომ ვისაუბრებ ამ საკითხზე და რაც შეეხება ტომოჰავკების გადაცემას უკრაინაზე იცით რა თავად ტომოჰავკი რაკეტა არაფერს არ წარმოადგენს ეს არის საშუალო მანძილზე მფრინავი აი რამდენი კილომეტრია ეს საშუალო რადიუსი ეგ არის სადღაც 2000 კილომეტრამდე არა ცოტაც არ არის და შეიძლება უფრო მეტიც იყოს ახლა თანამედროვე ვერსიები გამოვიდა კიდევ ტომოჰავკების არ ვიცი რომ ეს აძლევს კონკრეტულად ან აძლევს კი რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება აი ნახეთ რუსეთმა გააკეთა განცხადება ესეთი რომ ტომოჰავკები არ გვადარდებს ჩვენ გვადარდებს ვინ მართავს ამ ტომოჰავკებს ნახეთ ტომოჰავკი თავისთავად ვერ გაფრინდება თუ შიგნით დავალება არ ჩადე რაკეტაში ფთოსან რაკეტა ტომოჰავკი ფთოსან რაკეტაში უნდა ჩაიდოს დავალება და მიზანი მიეცეს რომელი მიზანიც მან უნდა განახორციელოს ეს რომ განახორციელო მთელი კომპანია უნდა შედგეს საჰაერო დაზვერვა კოსმოსური დაზვერვა მიზან მიმართულება და უნდა გაუშვან მოახდინონ ამ ტომოჰავკის გასროლა ამაზე ამახვილებს რუსეთი და სწორ აქცენტს აკეთებს იცით იმიტომ რომ მე საქმე მექნება იმასთან ვინც ამას მართავს აი ამას ამბობს ანუ ბატონო რეზო თუ შეიძლება განმარტავ იმიტომ რომ ახლა მე რატო ვსვამ ამ კითხვებს მე ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოება რომ სამოქალაქო პირები აღვიქვამთ სამოქალაქო თვალსაზრისით რაღაცეებს და ხანდახან სწორად აღვიქვამთ ანუ გადაცემა რას ნიშნავს რომ უკრაინის ტერიტორიიდან აფრინდება მაგრამ მფლობელს მიაქვს იერიში რეალურად ხო იმ გადამცემს არ კოორდინატების შეყვანა ანუ უკრაინელები თავად ვერ შეიტანენ ამ კოორდინატებს არა ბატონო ეს რთული პროცედურა არის შეგნით უნდა ჩაიწეროს თავის კომპიუტერში უნდა მიეთითოს ის დავალება იმართოს უნდა სწორედ რომ გაფრინდეს რაკეტა არ გადაუხვიოს გზიდან თუმცა ტომოჰავკებს ქონიათ თავისი ისტორიის მანძილზე გზიდან გადაცდომებიც ყოფილა მაგრამ საკმაოდ ზუსტი იარაღია საკმაოდ საშიში იარაღია
და ამას რა კი აძლევენ, ამის მართვის ცენტრი უნდა იყოს ამ ტომოჰავკების სროლისას მართვის ცენტრი. ესეთ იყო ატაკამემსი ბრიტანელების შედოუდა კიდათ გერმანელების შეარაღებისა. ესე იმართება ისინი. ამაზე აკეთებენ მახვილს რუსები, ამაზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა ჩვენ ახლა რუსების დამცველები ნამდვილად ვერ გამოვდგებით, სიმართლე გითხრათ. მაგრამ რაც პოლიტიკაში ხდება და რასაც ესენი დღესდღეობით ასახელებენ ინტერესს ვის მიერ იქნება ეს მართული. ამ ინტერესს რატო ამბობენ? ანუ მიტანიერის მასზე ვინც მართავს და როგორ გაიგებ ვინ მართავს? აი რა ტექნიკური საშუალება არსებობს? უკვე თქვენს კალბატონ ნინო, ეს მართვა აქვთ მხოლოდ ამერიკელებს. უკვე განცხადება იყო ამაზე გაკეთებული, მე მოვისმინე პირადად და არც უნდა მას განცხადება და დიდი ამბავი. ტომოჰავკი არის ამერიკული წარმოების იარაღი და მისი მართვა და მისი მომსახურება რა თქმა უნდა არის ამერიკული. როგორც მე მოვისმინე ბატონი დონალდ ტრამპის, პრეზიდენტი ტრამპის განცხადებით, იარაღს ყიდულობს ევროპა. შეიძენს ევროპა ამ ტომოჰავკების თანხას გადაეხდის ევროპა და მიეწოდება უკრაინას. გასროლა მოხდება უკრაინის ტერიტორიიდან. უკრაინა როგორც ვიცით, ჯერჯერობით დიდი ტერიტორიის მფლობელია და რომელიდან ზუსტად ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ იქნება კონტროლირებადი ეს ყველაფერი სიტუაცია. როდესაც რუსეთი ამბობს რომ მე ჩემს არის ეს საინტერესო, რას ნიშნავს იერიშს მიტანს ამერიკაზე? ამერიკა ამდენად წინ დაუხედავად მოიქცევა? იცით რა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ ტომოჰავკების გადაცემაზე არ არის. სიმართლე გითხრათ. მეორე საკითხი არის მანძილი ტომოჰავკების სროლისას. მანძილს აქვს მნიშვნელობა. იმ შორ მანძილზე გამოიყენებს თუ ახლო მანძილზე, მაგრამ რა კი ტომოჰავკს აძლევს და რა კი ამ მანძილის სიშორის იარაღს იყენებს უკრაინა, ესე იგი ნებართვას ალბათ მისცემენ. ჯერჯერობით ეს გადაწყვეტის პროცესში ეს არ არის, ეს განშერდა მხოლოდ. ითქვა, აი როგორი მიზანი აქვს ხოლმე ამ ტიპის ინფორმაციების თქმას ომის მიმდინარეობისას? აი რა არის ეს? აი რაღაცა გზავნილია მეორე მხარის სადმე, რაღაც საფუძველი ხო აქვს ამ განცხადებას? კი, მე მიგიხვდით ბატონ ნინო, ეს არის პირდაპირ მუქარა. ეს არის პირდაპირ მუქარა, პირდაპირ მინიშნება. მე ვიცი რომ შენ ჩემს წინამდე ამას აკეთებ. მე ვიცი. შენ თუ ამას გააკეთებ, მე ვიმოქმედებ შენ წინამდე ან სარკისებური ეფექტით. სარკისებური ეფექტი რას ნიშნავს? სარკისებური ეფექტი, რა ვიცი, ახლა ეგრე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ თქვათ რომელიმე ქვეყანას მიცემს რუსეთი იარაღს და თვითონ მართავს მე ნუ ახლა რთულია მაგათ ტვინში რა იხარშება მაგის გამოხატვა თქმა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები იყო იმის მანიშნებელი, რომ უკრაინა ამის გამგეთებელი ვერ არის, მე ვიცი რომ შენ აკეზებ და შენ მესვრი მე. მაგრამ იქით ამ ხარეს ხო ამას ამბობს, რომ მე ვაკეზებ უკრაინას და ვასროლინებ უკრაინას. და ამბობს ხოთა ჟორეს არ მალავენ. დიახ. დიახ და ამბობს პირდაპირ კი. მართლა გძანდებით. და როგორი არის ახლა ფრონტის ხაზზე ძალთა თანაფარდობა და მდგომარეობა? ნუ მრავალი საერთაშორისო ობიექტური და არაობიექტური ალბათ ინფორმაცია მოიძებნება ინტერნეტ სივრცეში და მე ხა როგორც ერთი მხარე იძახის რომ კონჩეტევაზე ვართ, მე მგონი რომ უკრაინელები წარმატებით იცავენ თავს, მაგრამ არ მინდა დავიჯერო რომ რუსები მიდიან წინ ყოველდღიურ შეტევას აკეთებენ და ეს ცოტა ისეთი თემაა რომ აი ძალიან იცით რა, ომმა შეიცვალა სახე ქალბატონ ნინო. ომი აღარ არის ისეთი, როგორც იყო თქვა 45 წელს, 43, 51-დან 45 წლამდე. შეიცვალა უკვე სახე ომმა. ომი აღარ იყო ისეთი, აღარ არის ისეთი, როგორც იყო თქვა ვიეტნამში, საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის, რომ ვიეტნამში დაძაბულობა და კონფლიქტები ხდებოდა. საერთოდ შეცვლილია სახე ომის. ასე რომ აი რას გულისხმობთ ამაში? ამაში გულისხმობ თუნდაც უპილოტო საფრენი აპარატების დომინირებას საბრძოლო ველზე, ვითარებაზე, საბრძოლო ვითარებაზე. ნახეთ, აღარ შეიძლება აღარ წავიდეს ტაქტიკური ჯგუფების შეტევაზე, ტანკები მასიურად როგორც იყო გაიშლებოდა ტანკებისა და მიდიოდა შეტევაზე და ანადგურებდა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას თუ საბრძოლო ტექნიკას. ეხლა მიდის ლამის თითო ჯარისკაცის დევნა დრონით. თქვათ FPV დრონით არის გერანის ტიპის დრონები, აგერ ეხლა ხან
რუსეთმა დაარტყა დნეპროპეტროვსკის ოლქში თვალსწრებით თვითონ დნეპროპეტროვსკს და ისფერი ალი ამოვარდაო თვითონ უკრაინელები აჟღერებენ ამ ამბავს და ვერ გაიგეს რა ისროლის რუსებმა და აი ესეთი სახეცვლილი ომი მიდის. იგივე თუნდაც უკრაინელებმა რო შეაგზავნეს სატვირთო მანქანი დრონები ბირთვულ ტრიადაზე თავდასხმას გულისხმობთ არა რუსეთის ტერიტორიაზე. კაბადონინო ეხლა ტრიადაში შედის ხო საბრძოლო ავიაცია. ესე თქვენ საბრძოლო ერთ-ერთი კომპონენტი კი ბატონო. კი მაგრამ იცით რა არის ის თვითმფრინავი რომლებიც იქ იყო განლაგებული დაზიანებული იყო მართლა? არა მე ისეთი ვითარება რომ მაგას მე ვერ დაგიზუსტებ მაგრამ მე გეტყვით რომ ზიანი მიიღო რუსეთმა თვითმფრინავების დაზიანება. ეხლა ტრიადაში შედიოდა ისინი თუ არ შედიოდა ვერ გეტყვით მაგრამ საგზნობი ბომბდამშენები იყო თუ 22-ები იყო და 160-იც მე არ ვიცი ზუსტად კარგი დარტყმა მიაყენეს კი შვენიერი ოპერაცია გამოვიდათ უკრაინელებს მაგრამ შემდეგ იწვიეს უკრაინელებმა სერიოზული დარტყმა ისევ ამათგან და აი ეს არის რა აი დრონები გაფრინდა იქეთ დაბომბა დრონები გამოფრინდა იქეთ დაბომბა ვითარება ბრძოლის ხაზზე ვერ გაიგებ დღეს რა პოზიცია არის ის ერთი ამბობს რომ წინ წავედი და ავიღე და რუხას თუ დავხედავთ მართლაც მიდის წინ რუსეთი აი შეიძლება ნელინაბიჯებით მაგრამ წინ მიდის ჩვენ და სამწუხაროდ ჩემ და პირადად სამწუხაროდ უკრაინელები კიდო თავს იცავენ და სჭირდებათ საინტერესო მომენტია რომ ზელენსკი ძირითად ყურადღებას ამახვილებს საჰაერო თავდაცვაზე საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდებაზე თუ დააკვირდებით ზელენსკი არ ითხოვს სიტყვაზე თქვა არ ითხოვს წყალქვეშა ნავს არ ითხოვს რაღაც ხო საფრენ აპარატს ბომბდაშენს რაღაც კოსმოსურ ხო მაგრამ წყალქვეშა ნავით როგორ უნდა სიტყვაზე ვარ კაბატონინო გასაგებია უნდა გამოიყენოს ახლა ცეფშავი ზღვა წარმოვიდგენ ახლა იქიდან არა ეს სიტყვაზე ვამბობ პათეტიკურად ვამბობ ამას რომ არ ითხოვს ამას ითხოვს კონკრეტულად საჰაერო თავდაცვის იარაღს იმიტომ რომ ამ დრონებიდან დაცვა არის მხოლოდ საჰაერო თავდაცვის და ნუ რა თქმა უნდა იქ არის ელექტრონული კვანძი იქ არის გადასატანი საზენიტო სარაკეტო საშუალებები მცირე მანძილის იქ არის მსხვილკალიბრიანი იქ არის წვრილკალიბრიანი დანადგარები და ავტომატები და ZU-23 და რა ვიცი აი ყველაფერი კომპლექსურად შედის რა ეს დრონებთან ომი არის რაღაც საშინელება შენ ვერ წატყობ ვერ ხედავ დრონს რომ მოდის ხოლოდ დრონს შეიძლება უშუალო კონტაქტი კონდეს თვალით თუ დაინახო გაიგონო ხმა დიახ თვალი დაინახო ეხლა წინ და წინ მიდის აპარატურა ვითარდება და აქვთ ხელის რაციებზეც და მკერდზეც უკიდიათ რომ ატყობინებს დრონის მოახლოებას მაგრამ ეს ჯერ განვითარების პროცესში არის მაშინ საჰაერო თავდაცვის სისტემა როგორ დაიცავს დრონებისგან თუ თუ არ არის მისი აღმოჩენის ტექნოლოგია იცით რა პეტრიოტის ტიპის რაკეტა რამოდენიმე მილიონი ის ერთი წამი და დრონი ის მე მგონი 150 თუ 200 დოლარი რა ვიცი მე მგონი მე ვამბობ იმ საბრძოლო სამხედრო დრონებს კაბატონინო ამ სამხედრო დრონის ფრენის მანძილი მე კონკრეტულად ვამბობ FPV დრონებზე რომელიც აი ისეთი მასალიდან არის ბოდიში ხო ისეთი მასალიდან არის შექმნილი რომ მსუბუქი არის და ლითონის ნაკლოვანება არის ამ მასალაში და შორს ვერ აღიქვა ამ დრონს მისი მანძილი არის 10 კილომეტრამდე საბრძოლოს ვამბობ მე სამხედრო დანიშნულების თორე სამოქალაქოში როგორიც იყიდება FPV დრონები ისინი 2 კილომეტრი 2 კილომეტრნახევრამდე არის მათი მანძილი საბრძოლოს სამხედრო დანიშნულების 10 კილომეტრიდან სადღაც 15 კილომეტრამდე არის მათი მანძილი ფრენის მაშინ რუსული დრონები როგორ აღმოჩნდა სადაც აღმოჩნდა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცეო ცოტა უცნაურია რა მაგრამ საინტერესო ამბავია ეგ ამბავი კაბატონინო რუსეთი რეაგირებას ამ საკითხზე არ აკეთებს ერთი ორი განცხადება იყო რომ ჩვენ მაგ მანძილზე ვერც დავფრინავთ და რომ წმინდოდეს ინტერესი პოლონეთთან ეხლა რა ინტერესი უნდა მქონდეს რომ დავბომბო პოლონეთი თქვა ცეთქვასე ხო ეხლა წამოვიდა მოსაზრება რომ ეს დრონები აკრეფილი არის ბრძოლის ველზე შეკოწიწებული არის სადღაც ანგარებში და უკრაინის ტერიტორიიდან არის გაშვებული ეს ბინძური ბრალდება მაგრამ ბრალდება
ხოთეშ ამას კოტრიტერმა თქვა მაშინვე და დუგლას მაკგრეგორმა გაიმეორა თუ პირიქით მოხდა არ ვიცი. რიტერმა თქვა დიახ აი მის სიტყვებს გიმეორებდით ეხლა ზუსტად და მაკგრეგორის არ მომისმენია მაგრამ მომისმენია და ამბობს მაკგრეგორიც. ხო ეს ერთი წრე არის ბატონინო და ეს აზრი უკვე მუსირებს ამ წრეში. და არ ვიცი განვითარება რა მოყვება ამ საკითხს, მაგრამ შეიქმნა ისეთი ვითარება, მე შემექმნა ისეთი გრძნობა, რომ ევროპა ელოდებოდა ამ დარღვევას, საჰაერო სივრცეს. ელოდებოდა და მყისიერად მოხდა იქ მეოთხე სტატიის მიღება, მყისიერად მოხდა ის შეჯგუფება ყველაფრის ერთი მობილიზება, აი თითქოს ელოდებოდნენ რომ მოხდეს კოორდინირება ევროპის იმ ძალებს შორის, რომელიც უკრაინას ეხმარება, თანხობრივად, იარაღით, ყველა სახით. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, მალე დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. ჩვენ ეთერში ვბრუნდებით, განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, თადარგის ვიცე-პოლკოვნიკთან, რევას სახვალძესთან ერთად. ბატონო, ბრძანეთ, რომ როცა შეფრინდა ეს შეიძლება შეყუწიწებული რუსული დრონები ან შეიძლება ნამდვილად რუსული დრონები ვთქვათ პოლონეთის ტერიტორიაზე დაარღვია ნატოს საჰაერო სივრცე, კოორდინირებულად მოხდა რეაგირება. საჰაერო თანამგზავრებიდან, ხელოვნური თანამგზავრებიდან ადვილი გასარკვევია რა, საიდან გაფრინდა, როგორ გაფრინდა, სულ ვიმეორებ ამ მაგალითს. დრონები კი არა, როგორი კაბამაცვია, რომელი იმისი, რა ქვია, მწარმოებლის ამის გარჩევა შეიძლება ხელოვნური თანამგზავრიდან, არა თუ ვთქვათ იმის დრონები საიდან აფრინდა. მაგრამ აი კოორდინირებული მოქმედება ნატოს მხრიდან. ანუ ეს რაღაც შეთანხმებული იყო, იცოდა ნატომ რომ ეს არ იყო რუსული დრონები? ამას ამბობს? ბოდიშით, ესე ჩანს ვითარებაზე. და საბაბი უნდა გამოიყენებინა? ესე ჩანს ვითარებაზე, იმიტომ რომ მყისიერი რეაგირება მოხდა ამ საკითხს. ეხლა ნახეთ მე კიდევ რატო ეხლა რა საბაბით ვამბობ ამ სიტყვებს მე დავასაბუთებ ჩემს ნათქვამს. ნახეთ ბატონინო, დრონებზე არ იყო არც ერთი ბომბი. არ იყო სამხედრო, კი ბატონო. დრონებზე არ იყო არც ერთი ბომბი. სამხედრო იყო, გერანის ტიპის დრონი იყო. თუ არ ვცდები აი სამხედრო დანიშნულება არ ქონდა, ესე იგი მეთქი ბომბი თუ არა. არ უნდა აფეთქებული იყო ეს დრონი. ანუ ეხა აზრი მითხარით, რუსეთმა გაუშვა რაღაც დრონები ევროპისკენ და არ ჩამოგიდა ბომბები ზე, იმ პოლონეთზე. ნუ რაღაც ხვდებით, აი აქ არ ნიშნავს რომ ჩვენ რუსეთის მხარეს ვიჭერთ, ჩვენ ვჯელობთ ეხლა საკითხზე და ნახეთ პოლონურმა ავიაციამ, რომელიც ამ დრონებს ებრძოდა, უფრო მეტი ზიანი მიაყენა იმ მოსახლეობას, ვიდრე თქვა თვითონ დრონები. თუ იქ დაკვირვებული ბრძანდებოდით, თუ დააკვირდით, სახურავი იყო ერთ-ერთი სახლის ჩამონგრეული. ხო, თვითონ პოლონური მასმედია წერს, რომ ის გაშვებული რაკეტა დაეცა ამ, იმიტომ ვერ იარიგირა, ვერ დაიჭირა ის მიზანი, ის დრონი მისთვის არ იყო ის სასურველი სამიზნე, დიახ. დაეცა ეს სახლს და დაანგრია სახლი. სახლის სახურავი პაგრანი ისა და რისი თქმა მინდა კიდევ აი ეს დრონები იყო რაღაც არ ვიცი თუმცა იმის შემდეგ რუსული ორი თვითმფრინავი შეფრინდა თუ გახსოვთ კი როგორ არა უკვე თვითმფრინავი კი ბატონო უკვე ხო დაარღვია აი უკვე აშკარად რო შევიდა და იპარპაშეს იქ რამოდენიმე წუთი და გამოვიდნენ ის რუსები იმ საჰაერო სივრციდან ხო და ანუ ეს მანიშნებელი იყო რომ ჩვენ თუ რამეს გავაკეთებთ ჩვენ ამას გავაკეთებთ ეს გზავნილი იყო. ეს გზავნილი ჩანს, იმიტომ რომ ახლა იმ თვითმფრინავის შესვლაც რა უნდა დაზვეროს ახლა მან ან რა უნდა ნახოს. რაც შეეხება კოსმოსურ დაზვერვებს და რაც შეეხება დია კი ბატონო, აი ეს მიზნებიც მანდედან იძლევა. აი მაგას ვამბობდი მეც რომ იმართება ტექნიკა იქიდან, ფრთოსანი რაკეტები, სადაზვერვო ღონისძიებები ხორციელდება კოსმოსიდან. კი ბატონო, აი სტრატეგიული დანიშნულების რაკეტებს ატენებენ თვალყურს როგორ გადაადგილდება, სად მიდის, სად მოდის ყველაფერი და აი ეს ვითარება, რა თქმა უნდა, კოსმოსიდანაც ვისა, მაგრამ ასეთი ტიპის არ ამგონია, რომ ეხლა გერანებს და იმას დაუწყონ კოსმოსიდან ზდება, სად შეფრინდება და სად არა. რატომ არ წარმოაჩინეს ერთი მაგალითი მაინც რომ რუსეთის მხრიდან იყო ეს გერანების შეფრენა. თქვა, სიტყვაზე ვამბობ რა. შესაძლებელი იქნებოდა ხო ამ ნიფტკიცების წარმოქმნა? მე თავარი მინდა აქ გავაჟღერო კაბატონინო თქვენს გადაცემაში რომ ჩვენ გული გვტკივა უკრაინელ ძმებზე და დებზე რომლებიც კარგავენ არტკიოდეს გული ხორცაკებ მანქანაში ცოცხლად ადამდე დიახ რომლებიც ყოველდღიურად კარგავენ თავის ტერიტორიაზე ნადგურდება ერი და ხალხი ჩვენ გვახსოვს მათი გვერდში დგომა რომ 2000 ბოდიშით აი კოდორის ხეობიდან რომ გამოგვიყვანეს ვერტფრენებით უკრაინელები ჩამოფრინდნენ ვერტფრენებით მაშინ
კუჩმა და ბოდიში შევარდნაძე მოილაპარაკეს თუ არ ვცდები და გამოგვიყვა ისე როგორც შემდეგ ბალტინის იმის ნებართვა კუჩმამ გამოსთხოვა რუსეთს რომ შემოსულიყო კი ბატონო და გადმოგვიყვანა კოდორიდან მე ფეხით ხო ეს შორს აგვიყვანს ახლა საუბარი მაგრამ გული მткиვა მე თვითონაც უკრაინაში პოლტავაში დავამთავრე სამხედრო სასწავლებელი საჰაერო თავდაცვის მიმართულებით მეთაურის მიმართულებით და ამასაც ალბათ მე ცალკე ბოდიში ახლა გადავუხვიეთ ცოტა. ანუ უკრაინელებმა ამ საჰაერო მფრინავის საშუალებებით სამხედროები გადმოიყვანეს თუ მოსახლეობის გამოყვანა შეიძლება? მოსახლეობა, არა, სამხედროებზე კოდორზე ამბობთ ხო? კოდორზე კი. არა, მოსახლეობა კაბატონი. ლათაში, წებერდაში კი სადაც ლათაში იყო მე მგონი ის ბაზა და იქიდან გამოყავდათ. თუ შეიძლება აქ დავსვამ ერთ კითხვას უბრალოდ მე როგორც ვიცი, როდესაც ბალტინის ფლოტის დახმარება ითხოვა შევარდნაძემ კუჩმასგან მე ვიცი რომ კუჩმამ უთხრა იმ ადამიანისგან ვინც ესწრებოდა ამას და ვინც დაურეკა ასე ვთქვათ კუჩმას ახლა პირველ წყაროს ამბავს გაგონილს არ უყვები და ჭორს არ უყვები რომ უთხრა რომ ეს უნდა შეთანხმებულიყო რუსეთთან თქვენ როგორ ფიქრობთ აი ეს უკრაინული ვერტმფრენები ალბათ ხო რითაც დაგვეხმარება 93 წელს ასევე კუჩმას ეს არ იყო შეთანხმებული რუსეთთან დამოუკიდებლად დაგვეხმარდნენ. ქალბატონინო ის რუსეთთან იყო შეთანხმებული. გეტყვით, გაგცემთ პასუხს, უკრაინული ვერტმფრენები ფიზიკურად ვერ შემოფრინდებოდნენ ჩვენთან, თუ საჰაერო სივრცე არ გამოივლოთ რუსეთის კონტროლის ქვეშ. ანუ რუსეთმა დართო ნება კი. დართო, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. არაფერს არ ნიშნავს. მათრადრეში ჩაგვაგდეს, მაგრამ ხალხი მოწყვიტეს. არა, სხვა რამეს გეუბნები, მე იმას კი ვამბობ, რომ რუსები რა კარგები არიან, რომ დართეს ნება, მას შემდეგ რაც დაფხოცეს, რომ ვინც გადარჩა ვერტმფრენებით გასულიყო. უბრალოდ ჩვენ რაღაცაზე რო გქონდეს ობიექტური წარმოდგენა, უნდა ვიცოდეთ რეალურად როგორ. ეს მოხდა შემდეგ დართო ნება, რომ არ დაერთო ნება, ისინი ვერ შემოფრინდებოდნენ. ამას ვამბობ. ბოდიში, მაშინ ცოტა ღმავდებით ჩვენ კაბატონო, მაგრამ მე გეტყვით ახლა მნიშვნელოვანი თემაა და მინდა რომ სულად გამოვიდეთ. თქვენი საუბარი რას ნიშნავს? ნახეთ, ესე იგი რუსები იმდენად შეიძლება გონირულებიც გამოდიოდნენ, რომ დართეს ნება, რომ ის ვერტმფრენები შემოსულიყო. არა, ცინიკურები არიან. გონირულები. აი ეს არ გითხოვთ და ამიტომ ცინიკურები, ანუ მე ცინიზმს გულის. როგორი ცინიკურები არიან, ანუ ჯერ დაბომბავენ, მე დართავენ ნებას, მე ჩვენ ახტოვანდებით, უკრაინელები დაგვეხმარენ და სინამდვილეში პატარა ბავშვები ვითვართ. მე ამას გულისხმობ. ბოდიში რომ მოგწყვიტეთ. არა, როგორ გეკადრება. თუმცა შევარდნაძეს გემებზე მე ცალკე ვისაუბრებ. აუცილებლად მინდა ვისაუბროთ, თუ შეიძლება რაღაც ისეთი საინტერესო და სხვა შევარდნაძეც რუსეთმა გაიყვანა, ხო? მე მგონი მის უსაფრთხოება, როგორც მე ვიცი. მაგაზე ცალკე ვისაუბროთ. თუ შეიძლება ვისაუბროთ, უკვე ვისაუბროთ, რამე ხო არ დაგჭათ იქ, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო თემა, უშუალოდ ჩვენ გვეხება. არა, მე თემა რა, ჩვენ მე ვაკვირდები ყოველდღიურად ინტერნეტით ვხედავ ამ ყველაფერს. რუკები ხო ქვეყნდება უკრაინელებს რუსებისაც როგორია სამხედრო. კი, ვითარება, კი ბატონო და მაქვს იქ უკრაინელ ძმებთანაც მაქვს მიმოწერები, მაქვს ინფორმაციები და იცით რა, საჰაერო თავდაცვის მიმართულებას მინდა დაუბრუნდე კაბატონო ნინო. საჰაერო თავდაცვა წყვეტს და ეს ძირითად საკითხ ბრძოლის ველზე. ვერა ტანკი, ვერა ფეხოსანთა მანქანა, ჯავშან მანქანა და ვერა ტყვიამფრქვევი და ვერა თვითმფრინავიც ბოლო-ბოლო რო ვთქვათ რა. ეგეთი. ამიტომ დრონებთან ბრძოლას უნდა მიეცეს და გამოეყოს ძირითადი დრო ჩვენთანაც ალბათ რა. იმიტომ რომ ჩვენთან ეგ საკითხი მე მგონი ძალიან სავალალო სიტუაციაში არის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყველა საკითხი სავალალო სიტუაცია. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამ სიტუაციას და იქიდან დავმოვიღოთ ის მაგალითები, რაც ჩვენ გამოგვადგება და გვჭირდება. იმიტომ რომ თქვა ჩვენი რელიეფი ალბათ დრონების თავდასხმისთვის და ჩვენ მე როგორც მახსოვს 2000 აი ეს ტანკები რო გქონდა საერთოდ რო ვერ გამოვიყენეთ ვერაფერში 2008 წელს ჩვენი მთაგორიანი რელიეფის გამო დრონებთან დაკავშირებით როგორ არის ჩვენი რელიეფი იძლევა საშუალებას თავდაცვის ან დრონებით თავდასხმის ძალიან მაგარი ტანკები გყავდა ძალიან მაგარი რაში გამოვიყენეთ რო უკაც ძალიან მაგარი ეკიპაჟები გყავდა ქალბატონო ნინო ამ ტანკების მაგარი ბიჭები გყავდა მე მინდა სიამაყით თქვა რომ მონაწილე ვარ იმ საკითხის რაც იქ მოხდა 2008-ში კონფლიქტის და ჩვენ მარტო ვერ გაუქაჩავდით აი ყველაზე დიდი შეცდომა და არეპატიება თქვა იმას ვინც რაღაცისა და ჩვენ მარტო ვიყავით მიშვებულები ამ საკითხზე რაც არ უნდა ჩვენი გვეხოცა რაც არ უნდა ჩვენი
ტანკები შეგვეყარა, ჩვენ ვერ გაუკრავდებოდით მარტო, ჩვენ პატარა ერი ვართ. თუმცა ამაყი და თუმცა ჩვენი კუთხეს და კუნჭულისთვის თავს დავდებთ. მაგრამ ვერ გაუხაჩავდით. ჩვენ ვიღაცა ხარდამჭერი უნდა უკრაინა ვერ უკაჩავს. აბა ამდენ მილიონი უკრაინა ვერ უკაჩავს, ევროპა ეხმარება, ნატო ეხმარება, კაბატონინო და ვერ უკაჩავს ეს მონსტრი არის გადაჭიმული ამხელა ფართობზე. რამდენისა სარტყელი მარტო ერთგან ღამეა მეორეგან დილა. წარმოვიდგინეთ 2008-ში იმიდან სვერდლოვსკიდან გადმოვაფრინეს, აი რუსეთის მეორე ბოლოდან გადმოვაფრინეს ფრინავები ის ზინოვირო იყო პოლკოვნიკი და ეს რო ჩამოვაგდეთ. დიახ. იქიდან მოიყვანეს. აქ რო ახალგაზრდები ყავდათ აქ ფრინავები და მე მგონი უარიც უთხრე რაღაცა მოხდა აქ და რადგა პუტინმა და იქიდან მოიყვანა ის ხალხი და ისინი აფრინა. სად გავწდები ჩვენ მაგათაც? იდე როგორ ის იყო სხვადასხვა მე ვფიქრობდა მე ის მithგვამს როდესაც ჩამწერია რუსი პოლიტიკოსები როგორც სამარცხვინო ლაქასავით არის ბირთვული ამხელა სახელმწიფოს ანგარიშზე იყო საქართველოს თან ომი აი ეს ისეთი სამარცხვინო ჩემი აზრით რუსეთის ისტორიისთვის ეს ძალიან სამარცხვინო ლაქა მოწინააღმდეგეცაა და მოწინააღმდეგე ეხლა გასაგებია ჩვენთან ეს არ ვიცი ხო სამაყო არ აქვთ ნამდვილად არა ეს ნამდვილად სამარცხვინოა ეს დიდი სიცხული იქნება მათ ისტორიაში და წაყვებად ბოლომდე ალბათ მეც ესე ვფიქრობ იმიტომ რომ ნამდვილად ენ დაუწერილი რამ არის ამ თქვა ახლა როგორი არის რო ავიღოთ შეიარაღების მხრივ აი ცაში თუ ჰაერში თუ როგორი ცაში მაინც ღმერთი წარმოგვიდგენია ჰაერში ნატო რუსეთის სამხედრო პოტენციალი უკრაინის პოზიციაზე მის საზღვრებამდე ბატონობს რუსეთი, უკრაინის იქეთ რა თქმა უნდა ნატომ ეხა რაც პოლონეთთან დაკავშირებით ნატო მიიღო ზომები და ჩაკეტა თავის საჰაერო სივრცეები და სრულ კონტროლზე ყავს აყვანილი. აი ჩაკეტა რას ნიშნავს საჰაერო სივრცეები მორიგეობს ჰაერში ფრინავის საშუალება თუ აი რას ნიშნავს ჩაკეტა? გეტყვით ეხლა დიახ, სწორი ბრძანეთ. მორიგეობენ ჯგუფები, საჰაერო ჯგუფები, მორიგეობენ თვითმფრინავები. ამის გარდა ბაზებზე მზადყოფნაში ყავთ თვითმფრინავები და რაიმე მცირედი დარღვევის შემთხვევაშიც კი მოხდება ელვისებური განადგურება. ასევე პეტრიოტის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები ყავთ მოყვანილი მზადყოფნაში და მზად არიან გაანადგურონ ის რაც გადმოცდება ამ ზღვას. ამიტომ ამბობ რომ ეს სივრცე არის ჩაგეტენი. თუმცა უკრაინაში ბატონობენ რუსები ამ ეტაპზე. აქ რუსები ბატონობენ, აქ ვერაფერს ვერ უშვებიან უკრაინელები. ითხოვენ ამ საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, ითხოვენ დახმარებას რომ ნატოს ავიაციამ გააკონტროლოს საჰაერო სივრცე უკრაინაში, მაგრამ ეს ნიშნავს რომ რუსეთთან პირდაპირ ჩარევას ნატოს ჩარევას რუსეთთან ომში. საჰაერო თავდაცვის სისტემები დაიცავს უკრაინის ჰაერს თუ უკრაინის ცას თუნდაც იგივე დრონების, ბალისტიკური რაკეტების, რომელიც მრავლად აქვს რუსეთს და ეს არეშნიკი ერთხელ ნახეთ ჩვენ და ბუნდოვანი წარმოდგენა თუ და არ ვიცით სერიულ წარმოებაში ჩაეშვა თუ არა, იმიტომ რომ აი აშკარაა ხო უკვე ბირთვული ქობინების აუცილებლობა აღარ არის, იმდენად დამანგრეველი არაბირთვული იარაღი არსებობს და ეს იარაღი აქვს რუსეთს რა თქმა უნდა და რუსეთსაც რა თქმა უნდა აი საჰაერო სივრცის ჩაკეტვა უზრუნველყოფს ციდან უსაფრთხოებას უკრაინის იმ ტერიტორიის რაც აკონტროლებენ უკრაინელები ნუ ინტენსივობაში ამცირებს და მათთვის საჭირო თქვა რაღაც მიმართულებაზე შეუმსუბუქებს იმ თავდასხმებს რაც ჰაერიდან ხდება რა თქმა უნდა კროტონი თუმცა მე მინდა გითხრათ რომ არეშნიკი ეს ისეთი საიზღარი რაღაც გააკეთეს რუსებმა რომ მისგან თავდაცვა მე მგონი გაჭირდება უკრაინისთვის კი რა ამერიკისთვისაც ეგ საკითხი თუმცა ბირთვულ კომბინს არ იყენებს დიახ ბირთვული კომბინი სჭირდებათ იმისთვის რომ მასიურად განადგუროს ცოცხალი ძალა რომელიც არსებობს დედამიწის ზემოთ არეშნიკის მეშვეობით კიდევ რუსეთის სიღრმისეულად ურტყამს ქვემოდა გამანადგურებელი ეფექტი კინეტიკური ეფექტი გამანადგურებელი აქვს არეშნიკს აქვე უნდა ვიგულისხმოთ მისი სისწრაფე არეშნიკის 64 მახიო ხო ვერასწრებენ მის დაფიქსირებას გაშვებას და დაფიქსირებასაც ვერასწრებენ მხოლოდ მოხვედრის და მითო გიხსენეთ აი დნეპროპეტროვსკში რო აფეთქდა ეხლა ქვესადგური ელექტროქვესადგურებს დაარტყა პოლოს რუსებმა იქ მოხდა ცისფერი ალის
ამოვარდნა და ამაზე ეს ამან გამოიწვია გაკვირვება და შოკი უცხოელებზიც და უკრაინელებიც და ნატოს წევრები ქვეყნებისაც. რა ისროლა, რა მოხდა ვერ გაიგეს. და ეხლა მიდის მაგის გარკვევა და იმედია რაღაც გამოჩნდება რა. საშუალებას შვებას მისცემს ციდან რა თქმა უნდა საერთო თავდაცვის სისტემები უკრაინას. რასაც მე ვიძახდი, მე ყოველთვის ვიძახდი რომ გადასატანი საზეიმტო რაკეტები, მცირე კალიბრიანი, მსხვილ კალიბრიანი საზეიმტო ქვემეხები, ეს მზადყოფნაში უნდა გყავდეს, ეს უნდა იმართებოდეს. ამას უნდა ტაქტიკა, ამას უნდა სტრატეგია, ობიექტები დააკვირდით თეთრ სახლს ამერიკაში. თეთრ სახლს თუ ხართ დაკვირვებული, კაბატონი, ახლოდან მოტანილი კადრები, თეთრი სახლის გუმბათზე იქ დგას პატარა კოშკურა და დადის ადამიანი წინ და უკან. ხო. აი წარმოიდგინეთ. ხო კოსმოსიდან კონტროლდება, ქვემოდანაც კონტროლდება, ყველანაირი დაცვის საშუალება აქვს თქვა თეთრ სახლს. ზემოდან ადამიანი დგას, რომელიც ჭოგრიტით იყურება, რომ აი ეს დრონის სიტუაცია, აი ეს მოულოდნელი რაღაც შემოფრენის და შემოვარდნის სიტუაცია არ მოხდეს, პლუს დამატებით კიდევ რითი არის შეარაღებული ვერ გეტყვით, მე მგონია რომ გადასატანი საზეიმტო რაკეტებით იქნება, მე მგონი რომ მსხვილ კალიბრიანი სნაიპერული შაშხანით იქნება, ალბათ იქ აღჭურვილი. აკონტროლებს ზემოდან. ჩვენთან ეს ვითარება საერთოდ მიშვებული არის. რაზეა საუბარი? საავადმყოფოებს ჯვარი არ აქვს ზემოდან რომ ბოლო-ბოლო რო ვთქვათ რა. რასაც განსაზღვროს თუ შენ გაქვს საავადმყოფო ზემოდან უნდა იყოს წითელი ჯვარი დატანილი, რადგან რუსამიზნიათ არის. რადგან დიახ. და ბატონო როზაი მე მივაქცია ყურადღება საერთოდ რუსული პოლიტიკა ხასიათდება აი ხისტი ცინიკური განცხადებებით აგრესიულითაც უპატივცემულო მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ რაღაც ზედმეტად თითქოს თავშეკავებულად იქნება ხო მედვედევს თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა თავშეკავებულად იქცევა აი რუსული სახელმწიფო ელიტა ეს არ მგონია რომ კარგის ნიშანი იყოს თქვენი აზრით აი ომის პერიოდში როცა ხელმძღვანელობა ასეთ მოზომილად ან ჩუმად არის რა შეიძლება ნიშნავდეს გამოცდილებით ომების და ბრძოლების გამოცდილებით ნახეთ ქალბატონინო ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან ქუჩაში მიმავალს შეიძლება მოგეპაროთ ძაღლი და გიქბინოს ფეხზე თქვა სიტყვაზე დაგლიჯოს და ვერ გაიგო აი შემთხვევით სანამ არ დაგეჯახება და არის მომენტი როდესაც ღობეშია და ყებს და ხედავ და თავს ირიდებ ხო ამ ძაღლიდან ნახეთ რუსეთის სიჩუმე იმითი არის მანიშნებელი რომ მე რაღაც საფრთხე შეიცავს რომ ის არ ხმაურობს არ ყვირის იმას დავარტყამ ამას ვიზამ იმას ვიზამ და კიდევაც ხდება პოლიტიკურად თუ გადავხედავთ სიტუაციას ჩინეთთან ურთიერთობები, ბრიქსის თემა, ის ალიანსი თემა, ბრაზილია, ინდოეთი, აი წარმოიდგინეთ რომ ეს ვითარება ჩუმად ხდება ეს და ტრამპი ყველანაირად ცდილობს რომ გაანეიტრალოს ეგ სიტუაცია და ეგ ვითარება პოლიტიკაში მიტო არის ხოლმე გამოდის და აქებს პუტინს ზოგადად. ხანდახან ლანძღავს, ხანდახან აქებს. ეს ჩვეულებრივად არ ხდება. ტრამპი ხდება ამას ყველაფერს რომ მიზურს უკან რაღაცები ხდება. რაღაცა ხდება, ხო? კავშირები ხდება, რაღაცა მოლაპარაკებები ხდება და იქ კიმ ჩენ ინი გამოჩნდა კიდევ ხო? საერთოდ ხო, აი წარმოიდგინეთ რომ ამხელა თამაში ჩაერთო ესეთი პატარა სახელმწიფო კორეის ხო არც ისე პატარა უმართავი და ვირტუალური პოტენციალი ხო მე ვამბობ აი ამ ზესახელმწიფოებთან შედარებით კი ბატონო და ამხელა ის აქვს ამბიციები რომ კიდევ გამოგიგზავნი ჯარისკაცებს კიდევ დაგეხმარები და იბრძვიან ჩრდილოკორეელები ნამდვილად რუსეთის მხარეს ხო დაჯილდოება ნახეთ ტელევიზიით რომ კიმ ჩენ ინი რო აჯილდოებდა და პუტინის უგზავნის იქ ვიღაცები ხო კიმ ჩენ ინმა ისინიც კი დააჯილდოა ღამე რომ ზეზე გაფრინდნენ და ამიტომ დავსიეს კითხვა. არა, ხალხონინო, რას ქვია, იქ იბძვიან და იბძოდნენ და კიდევ პირდება. აი ხო ჩინეთში რომ მოხდა ახლა სამიტი მათი შეხვედრის, აზიური სამიტი რომ მოხდა. მან ხო იყო ეს ინფორმირება და სიტყვით გამოსვლაშიც სთხოვა რომ დაჟე ნებას ითხოვს რომ მომეცნება კიდევ გამოგიგზავნო ხალხიო. ეხლა კიმ ჩენ ინი აი ამ თავისი ქმედებით იცით რა თავის თავდაცვის უნარიანობას ზრდის, მოდის პირდაპირ ვთქვათ რა.
ანუ მისთვის რატოა ხელსაყრელი? ვთქვი, ჯერდი რუსეთს რაში სჭირდება? აი ამას ვერ, აი სამხედრო თვალსაზრისით რა ასეთ ფასდაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ. დიახ, ეხლა ეს გეტყვით, ნახეთ, რუსეთში მოსახლეობა ზის და ყოველწამიერად ელოდება, даже უცხოელებიც კი ამაზე აქცენტს აკეთებენ, მობილიზების თემას. მობილიზაციას ელოდებიან რუსეთში. ამ დროს კიმ ჩენ ინი თავისი ცოცხალი ძალით ამ მობილიზაციის თემას რაღაცნაირად ხსნის დღის თემიდან რა. ხო, რაღაცნაირად ხსნის მობილიზაციის და პლუს ამას კიდევ თვითონ კიმ ჩენ ინის ინტერესი აქვს, რომ თავისი გამოცდილებას ღებულობს ჯარი აი ამ ბრძოლებში. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჩინელებიც ერთი-ორი რაღაც ჩინელებმა ტყვეები აიყვანეს უკრაინელებმა და მან თუ ჩინელი სამხედროები იყვნენ, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი და არც მინახავს ინფორმაცია, მაგრამ არაფერს არ გამოურიცხავ. საბრძოლო კონფლიქტი ყოველთვის არის გამოცდილების მიღება, რომ მე წამოვხვიდე და შენთან გადმოიტანო ეს გამოცდილება და ახლა წარმოიდგინეთ გააწვრთნილი და მზადყოფილი ჯართან როგორი საომარი არის. ანუ ფაქტობრივად ესე იგი გამოდის დასავლეთი თავის იარაღს სინჯავს უკრაინაში, თქვათ რუსეთი ბრძოლის უნარიანობას იმაღლებს, თუმცა აქ ერთი ის არის, ანუ საკუთარი მოსახლეობის ხარჯზეც დანარჩენები ცოცხალ ძალას თვნიან, ეს რაღაცა ცოცხალი ლაბორატორია, პოლიგონია უკრაინა, სადაც უკრაინელების აი ამ სისხლით, ხორცით, სიცოცხლით და უკრაინის სახელმწიფოს ხარჯზე გამოცდილებას იმდიდრებენ დანარჩენი ქვეყნები. აქედან და იქიდან. საკითხი არის საერთოდ ომი ყველაზე ბინძური თემა იყო. ომი არის პოლიტიკის გაგრძელება. ზოგადად თქვენ ბრძანეთ ეს ჩვენი გადაცემის დასაწყისში. პოლიტიკა არის ომი. ომი არის პოლიტიკის გაგრძელება, ხო, ძალისმიერი მეთოდებით, რა თქმა უნდა, ხო. და იქ ომში მოსულა, რომ იქ ცდებს ატარებენ, ჯარები იწვრთნება, იარაღი რუსებს ყავდათ ბოდიში და 51 წელს ფანერის თვითმფრინავები ყავდათ კაბატონი, ნუ ეს კუკურზნიკები და იმით. ეს მართალი ამბავი იყო, მე მეგონა სულ ყალბი იყო, რომ ვრცელდებოდა დასაწყისში. 50 წელს საერთოდ არ ყავდათ, არა, ტანგები ხო გაანადგურა სტალინმა ის ტუხაჩევსკი და ისინი ჩამოახშო დახვრიტა და დაწვა. გაგონება არ უნდა და მათზე. ტანკების თემაზე. პლუს თვითმფრინავები, ფანერკის თვითმფრინავები ყავდა და რაც მოქმედი იყო კიდე ისინი რუსებმა და ისა ბოდიში გერმანელებმა დაუხოცეს და დაუწყლეს. მაგრამ ომის მსვლელობაში ნენელა დაიხვეწა ეს რუსული საბრძოლო ტექნიკის წარმოება და უკვე ომის მიწურულს ვიტყვი ესე შუა პერიოდში უფრო მიწურულისკენ უკვე რუსები ძალავდნენ უკვე გერმანელებს იმ ტექნიკითაც, იმ შეარაღებითაც და რაღაცებით და რაღაცებით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ იქ შტუმგევერი იყო ესეთი იარაღი გერმანელების მხრიდან. 53 წელს შექმნეს თუ არ ვცდები, შეიძლება ვცდებოდი ისტორიის თემაში და რუსებმა კალაშნიკოვმა დახვეწეს იარაღი და გამოვიდა კალაშნიკოვი. ის შტუმგევერი გერმანული. აი რა დონეზე იყო გერმანია განვითარებული და წარმოება. მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა გერმანია. ისევ და ისევ რუსეთის სამწუხაროდ რატომ? მეორე მსოფლიოში ჯობდა გაემარჯვა? მეგობრებს აკითხა მინეტავი მათი თქო ყოფილიყო. არავის თქო არ მინდა. არა მე ვიტყვი რომ მე არავის თქო არ მინდა. არ გერმანელის, არც რუსის, არც ამერიკელის. იცით რა, ყოველი ომში გამარჯვება აძლიერებს მოწეან მტერს. რუსეთმა რო გაიმარჯვა გაძლიერდა. იქიდან ყველაფერი წამოიღო და ჩაიტანა რუსეთში და ხოდაშიც მე აი ამ შეკითხვებს, იმიტომ ვსვამ აი როგორი ვითარება, სწორედ ამიტომ რომ ეს ამ ომმა უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირებამ უფრო არ გაუზარდოს მადა რუსეთს და ამბიცია. ეს არის ხო ჩვენთვის ყველაზე საშიში ხა გადამზადდა ჩვენ უთანაგზნობ უკრაინას უპირველესად ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ თავზე, საკუთარ უსაფრთხოებას და ჩვენ ვიცით როგორი პრეტენზიები აქვს რუსეთის სახელმწიფოს ჩვენდამი. აი ეს საფრთხე არსებობს. არა, ჩვენ არა მგონია. არა, მე ვგულისხმობ იმას, რომ მადა გაეზარდოს ის აი თქვენ თქვენ რომ გამარჯვებული მხარე და აი როგორი პირი უჩანს ამ ომს, მკვეთრად გამარჯვებული მხარე შეიძლება იყოს ამ დაპირისპირებაში, რომ იმდენად არ გაეზარდოს მადა რუსეთს, რომ პირიქით უფრო აგრესიული გახდეს. მათ შორის ჩვენ ნახეთ რუსეთი უკვე აგრესიულია და სერიოზულად აგრესიული არის, თუმცა არ ყვირის, არ მასშტაბა აქცენტებს არ აკეთებს რაღაც საკითხებზე, მაგრამ ჩუმად წყნარად მიდის თავის საქმეს აკეთებს. ეხლა ნახეთ, კაბატონ ნინო, უკრაინის თემა
არის განაწილებადი თემა. რუმინეთს თავის ტერიტორია აქვს უკრაინაში, პოლონეთს თავის ტერიტორია, უნგრეთს თავის ტერიტორია აქვს ალბათო ნინო და ყველა ეს ტერიტორია რომ გადაინაწილოს უკრაინა დაჩება ერთი ზოლი ესეთ კიევი და ეს რაღაც შემოგარენი. იმიტომ რომ რუსეთი აქ დონბასი და იმას ართმევს ყირიმს, ხო და ისა და ამ საკითხიდან გამომდინარე არ ამგონია რუსეთს გაჟღერებული აქვს რომ რაღაც წერტილამდე მივალ და გავჩერდები. ეს თქვა პუტინმა. ტრამპთან შეხვედრა ბევრჯერ თქვა, თუმცა ტრამპი აი თითქოს არ ისმის რას ეუნება პუტინი, რას ელაპარაკება, ისე იქცევა. ეხლა ხალხი იხოცება და ეგეთი საკითხის ესე მიშვება, რა ვიცი, არ ამგონია რომ ბევრჯერ უთხრა პუტინმა მე აი ამ ტერიტორიებამდე მივალ და გავჩერდები. და მე ვაწარმოებ მოლაპარაკებას. იცით რატო? იმიტომ რომ არ ენდობა იმ ნატოს თქვა და იმ ტრამპის წინადადებებს რომ აი დავზავდეთ და უკრაინას მშვიდობა ჩამოუყალიბოთ, არ შევიყვან ნატოში უკრაინას, თუმცა ევროკავშირში შესვლაზე თანახმა განაცხადა რუსეთმა თქვა კი ბატონო შევიდეს მე სამხედრო პოტენციალი არ გაზარდოთ უკრაინის ეუნება, არ მიცეთ იარაღი, არ გაწვდნას მისი ჯარი. სახელმწიფო უკრაინა იყოს იარსებობს და ეს არ ამგონია რომ ევროპას ეს აწყობდეს და ამერიკაც არ უსმენს თუ არ აწყობს არ ვიცი. აი ხო რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უკრაინა ასრულებს იმის შავ საქმეს და ბუნებრივია რომ იმათ გაწრთნილი ურჩევნიათ ბუნებრივია. ბატონო ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი გაცემის პირველ ნაწილის დრო ამოიწურა, მაგრამ იმ თემაზე აუცილებლად ვისაუბროთ 93 წელს როგორ გამოვიდა შევარდნაძე რუსული სამხედრო გემი და როგორც ვიცი არ გამოსულა გემით ბოდიში დაქვეჩავსო თვითფრინავებით კი ბატონო უზრუნველყოფდნენ ხო გემით ვერ გამოვიდა კეთილი ბატონო დიდი მადლობა ჩვენ მცირე ხით გემშვიდობებით რეკლამის გამო და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად